გამოიქცა რა იმ ქოხიდან, უკან არც მიუხედავს. ერთ მომენტში მიიხედა და დაინახა ადამიანი ფანრით. გამარჯობა მეგობრებო, თქვენ უყურებთ BBL Worlds. ეს იქნება ჯიპით ლაშქრობა, რაც მოგინატრად და საერთოდ და მივდივარ თქვენთვის ნაცნობ ადგილას. ვისთან ერთად? ჩემ დასთან ერთად. და დაისონთან. ზაზეც კი ბალახებია მოსულა, გონი ჩემგვარ და არავინ დადის. აი რა დადერთ გონი ადამიანის სასიარულო ადგილი, აი ფეხით. ნუ ეხა ეს მანქანის სასიარულო ადგილი. ისეთი ვიწრო. მანქანა გავაჩერე. აისონ, მომიხდებით სად ვარ? მოკლედ ეს ის ადგილია, სადაც თვეზე მეტი ხნის წინ გავიგე კაკუნის ხმა, როდესაც მანქანაში ვიჯექი. ამავე ადგილზე მეორე ვიდეოც მაქვს გადაღებული, სადაც ხამით ვიყავი, მაგრამ არაფერი მომხდარა. ზოგადად ეგ ყოველთვის ეგრე არის, როდესაც რაღაცას მოელი რა, აი რო გინდა რომ რაღაცა მოხდეს. რაღაც ინტერესით რო ხარ სადმე წასული და აი ნეტა თუ მოხდებაო. მაგ დროს არ ხდება. ეს ცხელა, მაგრამ კარგია რომ ნიავი არის. აუ ხელა რაღაცა არის. გულში გამოვიწერე ახალი რაღაცები მანქანის გაშრობისთვის. ველოდები რომ ჩამოვა, გადავიღებ მაგის განხილვას. დიდი მაგიდა გამოვიწერე, სკამები და კიდევ რაღაცები. ისონ შენ ყავს და გიცხავ, რადგან დილას გაჭამე და საღამოს გაჭამე მე. მოდი ჩრილში დაგიდებ და არ გაგიშვეს. მოვალა გორაც უფრო დამჭირდება. ეს დამტენი. აუ რა კაინია ვიწამოვიდა. ეს ხუთი ხო ვერ გავტესტე რა. მე განახებ ხო ვიდეოში. აქ ძალიან დიდი ის არის ფუღურო რა. და წარმოიდგინე ფუტკრების ის რო იყოს სკა. ეხლა რომ ამოფრინდნენ დამესინა. ეს კაი დიდი მუხაა. ნეტავ რამდენი ხნის არის? ნია მაიჩემა ჰამაკის გაშრა და გავუშალე ჰამაკი, საკმაოდ დაბალზეა, მაგრამ დიდი მანძილია იქით და ბოლომდე მაგ გაშლილი თოკები. ამ სეზონზე ძალიან ფრთხილად იყავით აი ამეებთან, ტკიპებთან. სად დავარ და არ დავკარგო. ეს ამაც უცდა და რო გაჩვენეთ, ეს ხა პატარა არის, არავისი არ უკბენია და არაფრის გადამტანი არ იქნება, მაგრამ ბევრი ვარიანტია, მაგალითად ამან რო გიკბინოს და ფეხები ჩაგრჩეს,
საცეცები რო ჩაგრჩეს სხეულში, გაგირთულდეს, დაგიჩირქდეს, ფრთხილად მოიშორეთ ხოლმე, მაგრამ განსაკუთრებით ფრთხილად იყავით ისეთ ადგილებში, სადაც სხვა არსებები ბინადრობენ, მაგალითად, ამ შემთხვევაში ახლა ტყის ცხოველები. ანუ ტყეში ვართ, ამას დავბრიდო. ბინადრობენ ტურები, მელიები, მგლები, აქ დათვი არ არის. ისე ბარხის ჭამელები მაგალითად აქეთ, არიან მღნელები, მაჩვები, რავი რა არ არის, რა მოკლედ და ანუ იმას სიტყვაზე ხა აქ ჩაირბინა სადღაც ტურა მან შველმა. და ყავდა ტკიპა, მე მოიქავა და ეს ტკიპა დავარდა სადღაც, მაგრამ შენ გაიარე და შენ აყვა. ეხა იმ ცხოველს რაღაც რო ქონდეს დაავადებული ცხოველი რო იყოს, მის დაავადებებს გადმოიტანს შენ სისხლში. ამიტომ ძალიან საშიშია და მოერიდეთ და განსაკუთრებით მოუფრთხილდით თქვენს ოთხფეხა მეგობრებს. ძაღლები ბევრად დიდი რისკის ქვეშ არიან ტკიპებთან დაკავშირებით. ეხა ადამიანებს ისე არ ესევიან ტკიპები, როგორც ძაღლებს. ესენი უფრო კოტრიალობენ, დარბიან ბალახებში, რაღაცებს იღებენ და აწუხდებიან. მე და ისოს ნიქს გარცვას მე ხოლმე, მაგას რო დავალევინებ, არაფერი არ ეკარება. აი ტკიპა რომცა აწუხდეს, არ გაუჩერდება ზედ. ორგანიზმშია გავრცელებული მე ეგ წამალი და ხვდებიან. მაგრამ ვაი და რომ უკბინოს, არც ეგ იქნება საშიში, უკბენს თუ არა მოკვდება ეგრევე და მკვდარი ჩამოვარდება. ძაღლს ეგ და ადამიანის შემთხვევაში არ ვიცი რამე თუ არსებობს, რამე წამალი თუ არსებობს ან სპრეი, რომ ტკიპა არ მოგეკაროს. აი როგორ გვისმენდა ტაისონი. ჩემი ჭკვიანი ბიჭი. რავი ამ ვიდეოში სიტყვი მდედრი კოკერი ვისაც ყავთ და თუ გინდათ შეწყვილება, მომწერეთ Facebook-ზე ან Instagram-ზე მდედრი ინგლისური კოკერი. ტაისონი არის მამრი, ვისაც მოგწონთ სასიძოდ შემეხმიანეთ. რისი ხმაობა თუ ცნობთ? კაცი ტაისონ? ნია წავარ შევამოწმე და იყავე. იმიტომ რომ ახლოდან მოდის. რაღაცის ნია კატა არა, მაგრამ თითქოს რაღაცის ლეკვის ხმა არის. მივიდე. შეება ტურების ან მელიის ლეკვი იყოს და. ან თავიდან ფრინველი მეგონა, მაგრამ რო გააგრძელა და დაუკვირდი აშკარად ცხოველის ხმა არის, აი ლეკვებმა რო იციან ხოლმე, შობრებს რო ეძახიან. მოდი აქ. მოდი აქ. თან კატისას წავაგავე. მიესაბ მანქანას არ მოშორდე შენ. იყავი მანქანასთან რავი. არ ვიცი. დაიჭირა რაღაცამ თითქოს? ახლა ვფიქრობ, გავრისკო მივიდე ძაღლით. დედა ტურა ან დედა მელია რო იყოს, დედა ხო იცით ყველაფერზეა წამსვლელი, შვილების დასაცავად და ტაისონს არ უკბინოს. ნია შენ და ტაისონი წადით. გოგო რას მიხვალ, დედა ტურა რო იყოს გიკბენს. წადით ტაისონთან ერთად დაუძახე და გაყევი. არა. მიდი. და მანქანასთან მიდი. ეს ფუთური რა მაგრაშია? კაი, ნია და ტაისონი გაუშვი. მეტი უსაფრთხოებისთვის. დაველოდო თუ გამეორდა.
რავი, სავარაუდო ხმა საიდანაც იყო, აქ იყო რა, იმიტომ რომ ძალიან ახლოდან მოდიოდა ხმა. მე მგონია რომ რაღაცის ლეკვი იყო. კატა შეიძლება, მაგრამ დიდი არის ზამდა ეგეთ რამეს. მე ვამბობ გარეულ კატას. მგონი ლელიანის კატას ეძახიან. ახლა ისეთ ადგილას ვართ, აი ეს ადგილი. ახლოს არ არის დასახლებულ პუნქტი და ძაღლი ფიზიკურად ვერ იქნება. ძაღლი არ შემხედრია რამდენიმე კილომეტრის იქითაც რა. რა? რა ჯერ არაფერი გაჩერდა. და არ ვიცი, ან ტურის ლეკვი იყო, ან მელის ლეკვი შეიძლება. მე რაღაც მომენტში აი რადგან გაჩერდა მიხოთ. ნია მოვდივარ წადით. რაღაც მომენტში რო იყო ისეთი ხმა, აი თითქოს ატკინა რაღაცამ დაიჭირავ რა, დაიწმუტუნა მაგ დროს. გაჩერდა ეს. ეში რო იყო და აიქ უნდა დააყენო კამერა სადმე ახლოს. ამ წყალთან უეჭველი მოვა ღამით ცხოველი და დალევს. 100%-იანი გეუბნებით. ხო და ისეთი ხმა რო იყო შეიძლება დედა მაიყვანა. პირით მოაყავს ხოლმე დედას იციან პირილი მაგ დროს. კომენტებში. აშკარად რაღაც ეგეთი იყო. ფრინველი რო არ იყო ეგ 100%-იანი ვიცი. ამდენი წელია ხა ტყეებში დავდივარ და არც ერთ ფრინველს არ გამოუცია ეგეთი ხმა. ყველაზე უცნაური ხმები რა ფრინველმაც იცის ეგ არის ჩხიკვი. ნია გააკეთებს ცივყავას. მე უნდა გამოვიწერო ყავის სათქვეფი რა. ისეთი უსადენო რო იყოს ელემენტზე. ასეთ მომენტებში გამომადგება. რით ჩავყარო? ტაისონ. ნუ იპარავ შეშებს, აი ხედან იღებს. გაზი და იქით ჰამაკისკენ. რითი ნია და აქ მაგ ყავზე აწიე. აი თორი სამით როქნა. არა, ეს ჯიბე გახსენი. ხის კიდე თუ ეს რკინის რა ვიცი. შკარად. ხალხი იპნება. არა და დღეს ამოწმინე მანქანა, დღეს გავრეცხე. გავაწკრიალე და რავი, მე უცებ წამომიარეს და ტყეში წამოვედი. ნია, ნუ მიყრი მანქანაში, ხანუ გამაგიჟე. თორე შენ მოგიწევს გაწმინდა. ცხოით ცოტა მეტი უნდა ვქნათ. მაშინ აჰა, პირდაპირ მაგითქენ. ხო, მაგიტო გითხარი. სულ ეგ ძალიან ბევრი იქნება. შემდეგში გპირდებით, რომ ყავის სათქვეფით ვიქნები და ესე ბოთლებით არ ვიმაიმონებ. ვაიმე. აისო, შენთვის რო ყავა არ შეიძლება, ისეც კიდე გაფრენა გინდა. მას არ სჭირდება. შენ უკვე რო დაიბადე იქვე დაგალევინეს და მის მერე ენერგიაზე ხარ. ხო. ამინდი შეიცვალა. ღრუბელია რა, მაგრამ ეს წვიმის ღრუბელს არ გავს, აქეთაც ჩვეულებრივიცა. რომ წვიმოს, ეგეც არ წარმოადგენს პრობლემას. უბრალოდ დღეს არ წამომიჟია აი გამოსაშლელი ტენტი და ეგ არის ცუდი. მე ზოგადად სულ მიყვარდა ესე ლაშქრობები როგორც ფეხით, ასევე მანქანით მოგზაურობაც რა. მაგრამ აი მე და მირიანი რომ ვიყავით, წასულები ხრამის ხეობაში, მაგ დროს განსაკუთრებით შემიყვარდა. სულ სხვა მუღამი ქონია რა, ესე ბევრად მომზადებული და ბევრად მაგარი ნივთებით რა. ეხა მე რომ მანქანის ლაშქრობაზე დავდივარ, გამოსაშლელი ტენტი ძირითადად არ დამაქვს ხოლმე. მანქანის ზემოთ კარავი არ მაქვს. ესე სიგზეზე რო იშლება, ეგეც არ მაქვს. მაგიდა და სკამებიც არ მაქვს ხოლმე რა. ისე ვიღებ ხოლმე მანქანის ლაშქრობას ჩემებურად რა. არასდროს მიფიქრია მაგნიტების შეგროვებაზე, თორე აქამდე სულ ყველაფერს ვიყიდიდი ერთიანად რა. მაგაზე არ არის პრობლემა. და მაგის მერე უფრო დავინტერესდი, მომეწონა და საკმაოდ სერიოზული გეგმები მაქვს overlanding-თან დაკავშირებით. ვინც არ იცით, იმ დღეს კომენტარებშიც იკითხეთ, overlanding-ი არის აი მანქანით მოგზაურობა რა. მანქანა, რომელიც აღჭურვილია ყველაფრით, რაც დაგჭირდება იმისთვის, რომ იცხოვრო. მანქანით სადმე წახვიდე დარჩე რამდენიმე დღით, რამდენიმე კვირით, თუნდაც რამდენიმე თვით და ყველაფერი ქონდეს რა. იქ სააბაზანო გვერდზე დასაკიდებლად, გაზი, რავი, ნებისმიერი რამე რაც დაგჭირდება, რომ ადამიანმა კარგად იცხოვრო. იდი. ხო და მაგარი სერიოზული გეგმები მაქვს, უბრალოდ ჩემს გეგმებთან დაკავშირებით დიდად საუბარი არ მიყვარს ხოლმე. არც არავის ვეუბნები ხოლმე რა.
ძალიან საყვარელი ადამიანების გარდა. და ნენელა რასაც განვახორციელებთ ნახავთ, მაგრამ მე გეგმები ამ მანქანას არ ეხება. ამ მანქანით მე და ნინი გადავიღებთ overlandings. ნენელა რაღაცებს დავამატებ ნივთები რაც გამოვიწერე. იმით გადავიღებთ ხოლმე სხვადასხვა ადგილებში ვივლით. სანამ ეს მანქანა მეყოლება. მაგრამ მე უკვე სხვა რაღაცით იქნება სერიოზული ვიდეოები overlanding-ის. როდის იქნება, არ ვიცი, ეგ ღმერთის ნება არის პირველ რიგში და მე ჩემი შრომის შედეგი, მაგრამ როცა იქნება, რავი, მაგარი რაღაცები იქნება. ერთი სული ნოქს. მე ნინი ტაისონი, ნოე და ნიეს როცა ეცლება ხოლმე, ნიეს წამოვიდეს და ეგ არის, ნუეც უკვე წამოზრდილი იქნება. ესე უფრო სასიარულოდ. ჯერ არ მომყავს ბუნებაში მაინც 4 თვის ხდება ეხა და თული იქნება და აი ზაფხულში რო წავალ სადმე დასასვენებლად სადაც ვიქნები კენგურუთი ლაშქრობებსაც გადავიღებ თუნდაც ხარჯვარზე რო ავიდე და რაღაც და მე უკვე რო წამოიზრდება ნუეც ჩვენთან ერთად იქნება სულ მაგარი ბიჭი არის და ტყეში ტყედ მოეწონება ძალიან უყვარს ბუნება სულ ესაუბრები ხოლმე ბუნებაზეც ღმერთზე ცხოველებზეც და სულ უხარია და რო ვასეინებ ხოლმე და ისა პარკში რო გამყავს ხოლმე სადაც ხეებია ძალიან სიამოვნებს ან ჩიტების ხმოროა და რაღაც. ამიტომ ეგ გაია. ჩამოასხინი ეყავა. აუ, კაფე არ გადმოდის. ფეხჭი კაროდის წამოვიღებ ორი დღეში აღარც მახსოვს. აუ, სატრუპებიც არა. მე არ მყოფილი. მაგრამ კაი კაფეა. შენ იმიცვა ხის ჭიქი? აი. აუ, სომთ ასეთ ლამაზ ხედზე. კაი კაფეა. ზე მგონი მალე ჩა აქ გამოჩნდება. აი ზუსტად იქით ჩადის ნახე, შევადრო ჩემს თვები. წამალდაულია წეგან თავის ტკივილის. რატო? ტკიო და ზე არა ვარ. შეიძლება წნევის თემა იყო, არ ვიცი. შენ ხომ დაბალს ატარებ? აუ. ჩვენ დაბალ წნევას ვატარებთ. მამასგან გამოყვა. გემრიელი არ, მასა ბოციად ხვები სხვა გემო აქვს. აი ყავის გემოს უფრო გრძნობ. იმიტომ რომ აპარატს კაფე უფრო ამოყავს ვიდრე ყავა. ხო. ეგ პლუსი აქვს ბოთს რა თორემ. აპარატი მარტივია, ჩაყობ ჭიქაში და ეგ არის. ერთი რაღაც უცებ მოვკარი თვალი და უნდა მეთქვა. ჯიპს თვითონ ბრენდს რა. აქვს Easter eggs, ინგლისურად ესე ქვია. ტაისონ დააგდე. საიდუმლოებები რა, საიდუმლო დეტალები. აი წეგან თვალი მოვკარი და რო გაჩვენოთ. უკანა შუშაზე არის იეტი, თოვლის კაცი. ნია შენ არ გეკნება, ნახე. ეს ადრე ნინიმ შენიშნა. ვიცი. კაი შეგდის, რით მოგაცავა. ხელით მომასარე. მოვიდა. მანახება. ეს კადრი იმიტომ გადავაღებინე რომ მე ნახა, უცებ შემეშინა რაღაც ის ხო არ არის პარაზიტი თქო, მაგის არ შეგეშინეთ. ეგ არის ესე არ გინახავს დაფივით რო ეშვებიან ხოლმე ხიდან მუხლუხოები. ხო. ეგ არის, მაგით უბრალოდ დაწებებული იყო, კი არ შემდიოდა. შემაშინა უცებ კანქვეშა პარაზიტები არიან, მაგათაც მოერიდეთ. დღეს რაღაც პატარას გასწავლით. პატარა ხრიკივით არის რა. ეს ასანთი. ეს გამოვიწერე იმ დღეს. ეს რა არის? ქვემ. რა, ეს? ბამბის დისკებია ცვილში. აიცა. აუ, აქ ვაზელინიუსი არ ეწევება. აუ, არ ეწევება. დაეწება. ესენი გამოვიწერე რა. თქვა და ასანთი მაინც ისეთია დასველდება გაფუჭდება. ესეთ რკინის ქილა რო გქონდეთ. ჩააგდებ რამდენიმე ღერს და ამას ააცლი დააწებებ, სადაც გინდა. მე ესე ამოიღებ ასანც. გაკრავ. და მე ამას წავუყიდებ. გამოვიწერებ ბლომად რა თან და იყოს ეგდოს რაღაცებს დავაწებებ ხოლმე და გვექნება. კაი, მე ჯოხები მიტა. ცეცხლი რო დავანთო. იმედი არ იწვიმებს. არა მგონია სერიოზული წვიმა წამოვიდეს, ამინდი არც მინახავს აქ რომ მოვდიოდით. მაგრამ რაც არის. კაი წიეთ, აისა. შენ ხო არ მოგცემ ერთ კალმახს თლიანად. აჰა. გონი ამ ტყის ტურებს კალმახის უნი არაზოს უგრძნიათ და დღეს იგზნობენ პირველად. გუშინ წინ ვიყიდე ეს დანა ბრაუნინგის. დასაკეცი პატარა ზომის დანა. მომეწონა და არ გამიტესტავს საერთოდ.
ხედი ტაისონ. იმ ადგილს გავატყავებ, ნია სადაც მარტო თევზი უნდა გავაცოთ. არ აუცილებელი მთლიანად გავატყავ. შეიძლება ჩვენკენ წამოწიმოს. კი. ასე მგონია. პატარა დასაკეთიდანები მიყვარს ზოგადად, ჩემი აზრით აუცილებელიცაა რომ გეგდოს. გააყირი კალმახო. კარგა უნდა გავუყარო რომ არ გაიხსნას მომზადებისას. თან თევზი ისეთია. სლიკინა. ესე იყოს. ეს კარია. ნიას გამიხსენი სვანური მარილი. აქ მაქვს აჯიკაიას სვანური მარილი, რომელსაც გავუკეთებ გულში. ой, მე რამდენი გადმომიყარა. მე ყველაფერს სვანურ მარილს უშვები და არ გამიბრაზდეთ. ბადრის აქვს სვანური სულისკვეთება. ძალიან მიყვარს. საერთოდ სვანეთიც მიყვარს. ლიმონის ჩაწყობის დროა. ნიაც საკმაოდ დიდი ზომის ლიმონებია ესენი. ესე გავჭრე. ეს სადუნა ჩავატიო. ო, ტაისონ გაეკიდე უცებ არ შეჭამო ლიმონი. მაგას მიხედავენ წერები. ეს აღარ უნდა. მომეწონა ეს დანა. რეკლამა არ გეგონოთ. მე რაც მოწოს ხომ გეუნები, თან ეხა დანებში მე სპონსორი არ მყავს რომ რაღაცა დავარეკლამო, მაგრამ რამე რო არ მომეწონოს არც ვიტყვი რომ აი ეს კაია თქო. ეს მინდა იმისთვის რა თევზი რო დაეყრდნოს. ვა, წინ წყვა დაიწყო. ნია ვერ გძნო. ჯერ ვერ. დამეწო. რა ვერ გძნო გოგო? აი დამეცა. აქ ეხა სიმხურვალეში იტრიალებ, თან კვამლით მივა. გამოვა ძალიან მაგარი. ეს კალმახი პიტკზე კიდია. გაიხან კალმახი მარტივად იხევა რა და ან თოკით უნდა მიაბა კანაფის თოკით ბუნებრივი რო იყოს და მე მავნე არერიოს, ან ტოტები გავუყარო ხოლმე რა, როდესაც კოცონზე ეს შამპური წო. ერთი კიდე მეორე მეთოდიც ვიცი, მაგრამ დაგვაღამდებოდა რა, მაგისთვის დრო არ მქონდა. ეს ლიმონი უშიგნით დგას გუბელი იმის. ტაისონ გემრიელი გამოდის? კალმახი გავასინჯე მზადების პროცესიდან და მოეწონა აშკარა. ეს თევზი გადმოტანისას ძალიან დამეშალა. აქ მაქვს წამოღებული მწვანე გურული აჯიკაიასი, ეს ახალი დამატებული აქვს. ძალიან მომეწონა სახლში რომ გავსინჯე. აი საოცრად. ნია შენ ხომ მოგწონს? ძალიან. ხო და? ეს და ნიგზის. მე ყველა აჯიკაიას საწერე ყველაფერი მაქვს. აქ პომიდრებსაც მივაყოლებთ და ეგ არის გემრიელი. კაი. კანი მინდა ჯერ. ეს არა. აკაი არომატი აქვს. ეს შეიძლება ტაისონისთვის ცხიმი ამას არა აქვს დამატებული.
რა მაგარია. და სოფლის პომიდორის გემო აქვს. ფოსტანში რომ უცებ მოწყვეტ. ამით. აუ ძალიან კაია რა. ეს ახლა ბუნებაში დაჭერილი კალმახი რო იყოს, სულ გაგიჟდებოდი. მე არ ვარ პროფესიონალი. ისე სულ მიწერთ ხოლმე კომენტარებში თევზაობა გადაიღეო და არ ვარ ესე კარგი მეთევზე რა. არ ვიცი ზუსტად სად ვითევზაო, როგორ ვითევზაო, რითი და ასე შემდეგ და შესაბამისად დიდი ცოდნა რო არ მაქვს, ესე მარტო არც ვიღებ. ოდესმე კარგად თუ დავამუღამე, თევზაობებიც იქნება ხოლმე. მინდა ის სხვათა შორის დამუღამება. წვიმა წამოვიდა. თუ მოუმატებს, მაგარი წვიმა თუ წამოეგრე, მანქანაში ჩავიდეთ მაინც. ვარ დავსვდეთ, არაფერი გვაქვს ისეთ. ისე ჰამაკი რო ჩამოხსნათ არა? სად დავჭდე? მონადირე ძაღლის სხვა არის. ალბათ რაღაცაზე ნადირობენ და დაადგა იმ რაღაცა. რა კაი. ნეტ ადამიანის თვალი რასაც ხედავს. ადამიანის თვალი როგორიცაა, ეგეთ კამერა არსებობდეს რა. ახლა რასაც ხედავ, მაგას რო გადავიღებდი. შეგახსენებთ, რომ ამ ვიდეოს სპონსორი არის ლუდი ყაზბეგი. მოკლედ მახსოვს, რომ ბავშვობაში ესე გახსნა თვალით, გახსნა ესეთი კრიშკიანი ისა ბოთლი და იმედი არამეს არ ვიზამ, თან გუშინ ამომიგდო TikTok-ზე ერთმა გოგომ გახსნა თვალით. აქ დაიდეთო. ძოლ არ ქნა. არ მეტევა, მე პატარა მგონჩი. კარგი. გაჩერწოს. როგორ შევიან? შემდეგ ვიდეოში ის გექნება ტყავის რაღაც თვალზე აკრული. ანუ იცი როგორ? აქ ხო გვაქვს თავის ქალის ძვალი. ექცევა მაგაში. ერთი ეს ღაწვი ხოა, მაგაში და მოაქციო, მოუჭირო, რომ ეს დატრიალდეს. მოდი არ გვინდა. არც თქვენ არ სცადოთ. ერწავს. ალბათ ჩემი თვალი უნდა გადარჩენილიყო. ეს შენი. პირი არ გაიჭრა. აი მე ხომ ზოგადად ლუდი არ მიყვარს დიდად, მაგრამ ეს ისეთია, ხო გამისინჯავს ნამდვილი გერმანული ლუდი და ახლოს არის ნამდვილ გემოსთან. მე აზრზე არა ვარ. ხოდა შეგერგოს. ქილის წვენები რაც არსებობს, აი მეებს ვაგროვებს, ერთი ბანკა მაქვს გავსებული. აი ეს კრიშკები. აგროვებთ. ხო, მაგრამ შენ აღარ აგროვებ. გადმომეცი მე. აი ესეცას რო შეხედავ ადამიანი ღმერთის როგორ არ უნდა გჯეროდეს. რო ესა ახურებ დეტალებს შეგიძლია დატკვირა, ნახატივით არის. მართლა დახატა. რასაოცარია. ბოლოს ყველა დაიჯერებს. ბოლოს ყველა დაიჯერებს. ვისაც არ ჯერა და ვისაც ხვების ჯერათ, ყველა დაიჯერებს. ჩემს ახალ დანას რაც შეეხება ბრაუნინგს, დღეს მომეწონა. ლამაზი დანაა. ეს მხარეც მომწონს, ეს არის გარე მხარე, ჯიბეზე. რომ დაიმაგრებთ ან საქამრეზე, ეს მხარე იქნება გარე მხარე და ლამაზია ეს დეტალი მომწონს ძალიან ნახეთ. შუაში ნი ეს არ მოგწონს? აი ეს დეტალი შუაში. ეს ირმის თავი. ეგ საერთოდ ფერიც. ამ ბრენდს მე თუ დავამუღამებ, სხვა დანებსაც ვიყიდი. მოკლედ გადავწყვიტე რომ რაც მომეწონება ხოლმე სულ არ ვიცოდე ის ბრენდი ავდგე და ვიყიდო და მე მიხვდები კარგია თუ არა ჩემს საქმეში რო გამოვწდი რა. ამას ახლა გავაპრიალებ. ყოველთვის გაწმინდეთ დანა გამოყენების შემდეგ. მით უმეტეს დასაკეცი დანა, იმიტომ რომ აქ არ შეიტანოს ჭუჭყი. მეზიზღება აი ვიღაცის დანას რო ხელი მოვკიდო და ჩაზელილი იყოს აქ რაღაცებით, ავიღებ და გადავცემ უკან. მე იმას ხელს აღარ მოვკიდებ. და ის ონის ჭამის დრო მოვიდა. ეპიტუქს გააქრობს ახლა. და ისე on რა მოგიტანე? ნახეთ რა ცეცხლოვანი მზის ჩასვლა გვაქვს.
მაგარი არის. ნია ეხა ნახე ღრუბელს რო ჩამოწდება და მთლიანს დავინახავთ რა რამაზე იქნება. აი რასაც გეუბნებოდი. რა რამაზია რა. ტაისონ რა ნახე მაგისთან რო ვერ ეშვები. რამდენი ხანია ჩიჩქნის. გადათხარა აქ რა არის მანახე. საინტერესო. მია ნახე? ეს. ჩვეულებრივი ქვა არის. იცი როგორ სკავს? შენ რო პოვლობდი ხოლმე ადრე, რო დადიოდი, რო გატეხავდი და შიგნით ფენებად როა. გიტა მანქანას ნახე. გავს. ხო და მაგიტო რომ მივედი ჯერ ჩვეულებრივი ქვა მეკონა და რო დავინახე აქ როგორ ისა აქ ღრმულივით მაგიტომ გითხარი და ფერიც. ეხა ესეთი ქვა თითქოს უდაბნოში არისო. ანუ უდაბნო სტილი აქვს რა. იქით ტყეში კლდებია და დავიჯერ იქიდან ჩამოშლილი. ვინც ნახეთ არ ვიცი მე და ზურას რო ქონა გადაღებული დარჩენით 24 საათით. ამ სტილის ვიპოვეთ დიდი ზომის ქვა. ლოდი რა ეგ უკვე ქვა არ არის. ეს საკმაოდ მძიმეა. რო გავტეხო შეიძლება შიგნით ნიჟარა დამხდეს. ძალიან დიდი ხნის რა. უკვე გადაშენებული არსების. ამას ვეღარ გადაგიგიდებ. ტაისონ ჩანთაში უნდა ჩავდო სახში მიმაქ. ასეთ რაღაცებს ვაგროვებ. მადლობა ტაისონ ჯიგარი ხარ. იქით მაგრად წვიმს. აი ესე როდესაც დაინახოთ ღრუბელს ესე იგი წვიმს. ნია რას ფიქრობ ჩვენკენ წამოვათო პირიქით მიდის. ჰა. ამ შეიძლება სხვანაირი ღრუბელია და იქით საერთოდ. ჩვენს თავზე ასეთი ამბებია. ამ ადგილზე ვარ მესამეთ თუ მეოთხეთ მოსული. მე პირველად? შენ პირველად. თუ მეორედ? პირველად ხარ, აქ არა ზუსტი ხარ. აქ მარტო ყოფილა ხოლმე. და სულ ის მახსენდება კაკუნი. სადაა ტაისონი? ტაისონ? ტაისონი კაკუნთან. თეთრთანა. აი შენ რა სიზავდი მაგ დროს? კაკუნისას? მანქანაში რო იჯდე მარტო და ეგეთ ხმა გაიგო. თან მარტო. წამოვალ. არა. მანქანაში ხომ შედარებით დაცულად ხარ. ხომ არა, ხო არ იცი რისგან ხარ დაცული. ჩვენ რო ფილმებიც გვინახავს, მანქანაშიც ვერ ხარ დაცული. ხო. აი უცხოელებს რომ უყურებ ხოლმე, ვინც სახლი მანქანებით რო დადიან ხოლმე, აი მარშრუტკებზე რო აქვთ გადაწყობილი სახლი მანქანები რო. მარშრუტკის კარები თუ გახსოვს, როგორი არის, აი ხელის მოსაკიდი რო აქვს. ხო. წინა ორ კარს. მანქანის ზღვეც გამოშლიან ხოლმე. მაგ კარებში ამოატარებენ და არ ჭობენ. და გარედან კარი ღიაც რომ იყოს მანქანა, ვერ გააღებ, იმიტომ რომ ღვედი ხო კეტავს. და ღვედი ჩათვალე კარს ედება და ჩაკეტილი არის კარები. ეგ მაგარი მეთოდია, მაგრამ ეხა ჩემ მანქანას არ აქვს, მიარც მინახავს სხვა მანქანებზე მარშრუტკის გარდა. ჩაკეტავ, მაგრამ მაინც მარტო რო ხარ და რაღაცა ისეც იგებ, საშიშია. მაგრამ იმ ვიდეოს მერე ბევრი ვიფიქრე რა და ცხოველი არ აკაკუნებს. ზოგი ამბობდა კომენტარებში შეიძლება რაღაც გაედო მანქანასო და კუდი მიარტყაო, მაგრამ ეს და კუდის მიტყმა ერთია? ტაისონის კუდი? ან რა კუდი მიარტყა, დინოზავრები რო იყვნენ უკან ბურთივით კუდი რო ქონდათ, ეგ ხო არ მიარტყა რა, კუდია რა. ცხოველი კუდს რო უტყადეს, აი რაღაც ესეთ ხმას თუ გაიგებ. კი, სუბუქს. თან შუშაზე კაკუნს გავდა. რაღაც მხრივ რომ დამაინტერესებდა ეგ ფაქტი, კიდევ მოვიდოდი. მე მოვედი მეორედ, მაგრამ არაფერი. აქ მოხდა ზუსტად? ხო, მანქანა იქ მეყენა. ეხა ჩამოვწიეთ მანქანა. ღამეთ რო წავიდეთ, თუდად მეყენა და გავასწორე. იქ მეყენა ზუსტად წეღა როგორც ვიდექით, ეგრე მეყენა მანქანა. ესე იგი საფრთხეში ვარ. არა. როცა გინდა ადამიანს მაშინ არ ხდება ეგეთი რაღაცები. აი ჩემ მეორე არხს ვინც უყურეთ BBS Trains, იქ მე დო იმ დღეს ვიდეო ადამიანები რო ლაშქრობაზე არიან და რაღაც უცნაურობებს ნახულობენ. ერთი ტიპი იყო ტყეში ნახა წერილები, მართალი ამბავი, ერთი უცხოელი იუთუბერია. დამბურძგო. ბოთლებზე დაწერილი წერილები ნახა და დაკლული, ისა მოკლული იხვი. და დაიკიდა ფეხებზე, რა უბრალოდ წაიკითხა რაღაცეები ეწერა, რაღაც რა ლამაზიელოა იყო. შემიშინდა.
რაღაცეები ეწერა იმ გელკაცაო და რაღაცეები. მოკლედ ფეხებს დაიკიდა, წავიდა, გააგრძელა გზა და იმ დღეში სხვა ქვეყნებში ეგ მაგრაა მოწყობილი, საპიკნიკი ადგილები არის, სალაშქრო ადგილები და ხის ქოხია, სადაც შეგეძლია მიხვიდე დარჩე. და ხის ქოხში იყო წიგნაკი, სადაც აი ვინც მივა დამსვენებელი დაწერს. ან ნებისმიერ რაღაცას და ზუსტად იგივე ხელწერილი დაწერილი რაღაცეები ნახა. ისე მგელკაცა და რაღაცეები ეწერა. და არ შეშინებია იმ ტიპს, მარტო იღებს ლაშქრობებს და ადგა იმას აქნა რა ქვია, დასაძინებლად მოემზადა. და მე უკვე რო უნდა დაეძინებინა ქვემოთ. ქოხი ფეხებზე დგას. ბრახუნი იყო? ხმა გაიგო რაღაცის. ეხლა ცოტა მბუძგავს. ის ამბავი მოხსენება. ცოტათი არა, კარგად. ხმა გაიგო რაღაცის და ის რა ქვია, უცებ ეგრევე ადგა, რაღაცის კი არა, ვიღაცის ადამიანის, უცებ ეგრევე ადგა, ჩაბარგდა, თავის ნივთები და რაღაცები ჩატენა და გამოიქცა რა იმ ქოხიდან, უკან არც მიუხედავს. ერთ მომენტში მიიხედა და დაინახა ადამიანი ფანრით. ეგ მომყევი მაგ ვიდეოში BBS Trains-ზე, ვინც არის ჩემი არხი, გადადით გამოიწერეთ თუ გინდათ. თუ გიყვართ ეგეთი ამბები. და მოკლედ სავარაუდოდ ნია ის ტიპი იყო და ალბათ ის ტიპი ტყეში ცხოვრობს. და ზუსტად მაგ ტყეში ადრე მომხდარა მკვლელობა. გონი მკვდარი ადამიანი იპოვეს წლების წინ და შეიძლება ის მკვლელიც იყოს. ანუ ეს მოხდა დიდ ბრიტანეთში. და ეგ ეხა ადამიანი იყო, ანუ ადამიანი მაინც ყოველთვის ყველაზე საშიშია. ბოროტი ძალა ვერ დაგამარცხებს, ღმერთია შენთან. თუ და არა ისა უწმუნო ადამიანს არც ებრძვის ბოროტი რა. ვისაც წმენა არა აქვს იესო ქრისტესი, მაგალითად იმას ბოროტი რაზე შეებრძოლება. ჩემი კარგი ბიჭი. რა აქვს მასთან საბრძოლე, მაგრამ ადამიანი მაინც საშიშია რა. ადამიანს შეიძლება ზიანი მოგაყენოს ფიზიკურით, ფსიქოლოგიურად, შეიძლება ისე შეგაშინოს, რომ საერთოდ ჭკვიანა გადახვიდე. სულ ყოველთვის ყველა ვიდეოში ვამბობ ხოლმე, რომ ადამიანებს არ ენდოთ თქო. ვიღაცა შეიძლება ფიქრობდეს, რომ ამას ადამიანები არ უყვარს ვან რაღაცაა, მაგრამ გეუნებით არ ენდოთ ადამიანებს. მით უმეტეს ველურ პირობებში და მით უმეტეს გოგოებმა. ერთი გოგოს ვიდეო იყო. მეც რომ ნახე. მანქანის ლაშქრობაზე იყო და კაცი დაადგა. ჩუმად ჯერ შოვიდა ნუ თოთოლებდა, მე ეუნებოდა, რამე ხო არ გჭირდებოდა, მე უთხრა, ჩემთან სახლში წამოდიო, შხაპის მიღება თუ გინდაო. წარმოიდგინე ხა ისო წაყოლა და ხო შეიძლება გოგოა მით უმეტეს ასუზავდა. თან ისეთი წინადადება ხო ანუ რაზე ეპატიჟება კაცი და რომელი გოგო წავა და ხილად იყავით ბევრი გოგოა საქართველოს ლაშქრობები ვისაც უყვართ რა მარტო ბიჭები კი არ დადიან ტყეში წიწაკის სპრეი ქონდეთ დანა ქონდეთ ნებისმიერი რამ ქონდეთ რითიც თავს დაიცავთ და ყოველთვის არ ენდოთ კაცებს ქალთა მიმართებაში კაცის საშიში არავინ არ არის ხო ესეთი რაღაც უნდა გაუშარო ეგეთ კაცს და აუტარო მთლიანად რა და წარმოიდგინე რამდენ ადამიანს ხვდებით და ვიცნობთ ვინც რეალურად ეგეთია და რამდენი მოძრაობს ქუჩაში ეგეთი და აი თვითონ ისეც რაც შეეხება ზებუნებრივს და პარანორმალურს მან საქმე სხვანაირად არის ეხა ის კაკუნი თუ მართლა მე ისეთი ადამიანი დამიკავშირდა და სახელ და გვარს არ ვახსენებ შეიძლება არ უნდოდეს მას რომ მის სახელ და გვარი ვახსენა მაგრამ ისეთი ადამიანი დამიკავშირდა ვინც მასეთ მოვლენებს იკვლევს რა მამაკაცი აჰა ის მაგ ვიდეოს შემდეგ დამიკავშირდა Facebook-ზე და მითხრა რომ ცხოველი არ იქნებოდაო, მსგავსი რაღაცები ხდებაო და ეგ არის რაღაც ბოროტი ძალაო რა, რაც ადამიანს ებრძვისო, ანუ შიშით იყვებაო, შენი შეშინება უნდაო, მაგრამ მსგავს ადგილზეო, ან რაღაც ტყეში რამე უცნაური რო დაინახო, უბრალოდ ადეკ ფოტო გადაიღე და წამოდიო რა, არც კი სცადო რომ ახლოს მიხვიდი ან კონტაქტში შეხვიდეო, ეხა მაჟირელებს რო ვსაუბრობ. და ამ დროს ჩვენ ბევრი ადამიანია იქნება ეხლა ვინც მეყურებს ვისაც მსგავსი რაღაცების არ ჯერა რა მაგრამ არსებობს ეგეთი რაღაცები და რა ლამაზიება იყო უნდა ვაღიაროთ დავიძარით სახლისაკენ ახლა ისე გარეთაც იყავი მე უარდღივით შეიძლება ტურანელია დაინახო ამ დროს უკვე გამოდიან როგორ მინდა ამ დროს უკვე გამოდიანია ხამით არიან განსაკუთრებით აქტიურები და ანუ ერთი კაცი რო იყოს განათა დაინახე და ტურების ხროვა შეხვდეს ერთ კაცზე საშიშია რა და მით უმეტეს რომ გაიქცე კაცებლები რითი გრძნობენ და რითი რეაგირებენ შიშის სუნით რა აი ძაღლზე რო იტყვიან ხოლმე შიში არ შეგატყოსო როდესაც ძაღლის არ გეშინია არ გამოყოფ მაგ შიშის სუნს ჩვენ მაგას ვერ ხვდებით ძაღლებიც და საერთოდ კაცებლები ხვდებიან რა ხა ტურების ხროვა რო იქნობს შიშის სუნს გამოგეკიდება და არ დატოვებენ შენგან არაფერს
აი მე ლაშქრობებზე რო ვარ ხომ და მე სხვა ძაღლები რო შემხვედრია დიდი მაღაზიც რო იყოს მართლა არ მეშინია განა ვიდეოში ვიძახი ხარ მეშინია თქო მართლა არ მეშინია რა ამ ბოლო დროს იცით როგორი გახვდი შეიძლება ცუდი არის ეგ მაგრამ არც თავს ვიქებდა რამე მაგრამ ცუდი მხრივ არის რომ ზედმეტი რისკია ჩემი აზრით მაგრამ აი თითქოს რომ არ მეშინია რომ არაფრის არ მეშინია ხო ეგ არ შეიძლება აი რატო არ ვიყიდი აქამდე იარაღი? აი თითქოს ფეხებზე მკიდია, არაფრის არ მეშინია, არც ცხოველების, არც რაღაც ისეთის. ახლა რა მიერ და გვემართოს. ეგეთი, ეგრე ვარ რა. ადრე მაგალითად შემეშინდებოდა ესე ტყეში მარტო წასვლა, დარჩენა და რაღაც ისხმარო გამიყო. ყურების ან გლის ან რაღაც ეგეთი რა. შემეშინდებოდა ესე უიარაღოთ დარჩენა მარტოს, მაგრამ ახლა სხვანაირი გავხდი, თითქოს საერთოდ აღარ მეშინია. იმის ხარჯზე რომ ღმერთის გჯერა? ხო, ეგ უფრო რა თქმა უნდა. წვენა რა თქმა გადის, უფრო და უფრო მიძლიერდება და. მეგობრებო, დავუშვით ჩვენ ტყის გზაზე, აღარაფერია ისეთი საინტერესო რაღაცზე. გავწეროთ ვიდეო ტყუილად და დაგემშვიდობებით აქედან, დააკომენტარებთ თქვენი აზრი. ჩვენ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში, ასევე აქ იმასაც შეგახსენებთ რომ მეორე არხი მაქვს BBS Train, სადაც მისტიურ და საინტერესო თემებზე ვდებ ვიდეოებს. ეგეთი ვიდეოები ვისაც გიყვართ და საერთოდ ოდესღაც BBR ფაქტი და მიც მიყურებდით. და კიდევ ახალი არხი გავაკეთე, ზუსტად დღეს დაიდო პირველი ვიდეო, ეგ არის ბადრი BBR-ა წერია იმახს. იქ დავდებ gaming contents. ბავშვებიც მიყურებენ, გაუხარდებათ, ვისაც gaming-ი უყვარს. პირადად მე gaming contents არ უყურებ, მაგრამ თამაშების თამაში თავისუფალ დროს მიყვარს რა ძალიან არა, ძალიან მიყვარს, რატომაც არა. თავისუფალ დრო რო გაქვს, განსატვირთებად კარგია, ხო და მაგ დროს დავჭდები ხოლმე გადავიღებ სერიოზულ კარგ თამაშებს, საშიშ თამაშებსაც. და თუ სურვილი გექნებათ, მაგის ლინკსაც ჩავსვავ აღწერაში, გადადით და გამოიწერეთ. რავი, აქედან დაგემშვიდობებით, მადლობა რომ გიყურებდით. თქვენ უყურებდით BBR Rights, აბა მაგრად.